უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, ცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო მესამე დღეს საქართველოს საპატრიარქოში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებს შეხვდა. შეხვედრაზე არსებულ პრობლემებზე, დაავადებაზე, შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის გზებზე და საჭირო მედიკამენტებზე ისაუბრეს. როგორც დღეს გადაწყდა, უახლოეს პერიოდში გაიმართება შეხვედრა სპეციალისტებსა და დაინტერესებულ მხარეებს შორის საპატრიარქოს მონაწილეობით. ამ პროცესში ჩართული იქნება წმინდა იოაკიმეს და წმინდა ანას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა. როგორც საპატრიარქოს მხრიდან აღინიშნა, ყველა შესაძლებლობა იქნება გამოყენებული, რომ ამ დაავადების მქონე ბავშვებს გაეწიოთ შესაბამისი დახმარება. დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების მშობლებმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს პატრიარქად აღსაყდრება მიულოცეს. შეხვედრას წმინდა სინოდის წევრები და სხვა სასულიერო პირები ესწრებოდნენ. საქართველოს ეკლესიის მეთაურმა მშობლებს თანადგომა და მხარდაჭერა გამოუცხადა. დასასრულს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა შეხვედრის მონაწილეებს საჩუქრად ჯვრები და ხატები გადასცა. შეხვედრა იყო საქმიანი და ძალიან საინტერესო იმ კუთხით, რომ ბევრია საკითხები, რომელიც საჭიროებს სპეციალურ ცოდნას ამ სფეროში. ჩვენ რამდენადაც ვიცით, არ არის კარგად შესწავლილი დაავადება და სიახლეების მოლოდინში არიან მშობლები. ჩვენ საპატრიარქოს გვაქვს გარკვეული გამოცდილება საზოგადოებისთვის მტკივნეული საკითხებში ჩართვისა და ესეთი საკითხები წყდებოდა ხოლმე გაფართოებული ფორმატით, სადაც სპეციალისტები იყვნენ ჩართულები. ჩვენ შევეცდებით, რომ საკითხი სიღრმისეულად შევისწავლოთ. უახლოეს მომავალში შედგება შეხვედრა სპეციალისტებსა და დაინტერესებულ მხარებს შორის. ჩვენი მონაწილეობით საპატრიარქოს მხრიდან აქ ჩართული იქნება იოაკიმ და ანას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა, ასე რომ ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ იმისათვის, რომ ამ დაავადების მქონე ბავშვებს მიეცეს შესაბამისი დახმარება. ჩვენ კმაყოფილი ვართ დღევანდელი შეხვედრით და ეს იყო ძალიან გულწრფელი და ძალიან თბილი და გულღია შეხვედრა. ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია მის უწმინდესობას ამ დაავადების შესახებ და ასევე ის თუ რა არის გამოსავლის გზები. მოვისმინეთ საპატრიარქოდან ბევრი შეკითხვები იყო, როგორც მისი უწმინდესობიდან, ასევე სხვა წევრებიდან იყო შეკითხვები, სინოდის და საპატრიარქოს წარმომადგენლებიდან. ჩვენ ამ შეკითხვებზე შეძლების დაგვარად ჰქონდა ჩვენი პასუხები, მაგრამ შევთანხმდით იმაზე, რომ ეს შეხვედრა გადაინაცვლებს სამუშაო ფორმატში. თავად საპატრიარქო შემოგთავაზა, რომ აქ შეიქმნა სამუშაო ფორმატი, სადაც სპეციალისტებთან ერთად დავждებით და დავსახავთ სამომავლო გზებს. ასევე დადებითი პასუხი მივიღეთ იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ გავაკეთებთ ფონდს, საქველმოქმედო ფონდი დიუშენის, რომელზედაც დაგვეხმარება საპატრიარქო, რომ ეს ფონდი გახდეს საზოგადოებისთვის ცნობილი იყოს და ადამიანებმა, ბიზნესმენებმა და და ყველა დაინტერესებულმა პირმა შეძლოს თანხების გადმორიცხვა ამ ჩვენი დიუშენი დაავადებული ბავშვების დასახმარებლად. და ასევე ყველა სხვა პრობლემა, რაც დადგება და რაც დგას ჩვენ ბავშვებთან დაკავშირებული პრობლემები, განსაკუთრებით ასევე ხაზი გაუსვით, რომ დღეს განსაკუთრებით პრობლემური ასევე დიუშენი დაავადებული სრულწლოვანი პაციენტები, რომლებსაც სახელმწიფო ვერ თავაზობს ვერანაირ დახმარებას, ვინაიდან ისინი პროგრამებში არ ჯდებიან და არადა მათ ჭირდებათ განსაკუთრებული ყურადღება, ვინაიდან 18 წლის ასაკის მიღწევის შემდეგ ეწყებათ ყველაზე უფრო სერიოზული პრობლემები დიუშენის პაციენტებს და მათზე უფრო მეტი ყურადღებაც არის გასამახვილებელი. რომ შევაჯამოთ, ჩვენ მივიღეთ ძალიან გულწრფელი და ღია დახმარების შეპირება ყველა მიმართულებით, ხელისუფლებასთან კომუნიკაციის კუთხით, ესე იგი რჩევის კუთხით, ასევე თუნდაც ფონდის მიმართულებით, ასევე პრობლემური შემთხვევებთან დაკავშირებით, ყველა მიმართულებით ჩვენ მივიღეთ ძალიან გულწრფელი და ღია დახმარების დაპირება საპატრიარქოს მხრიდან. ამიტომ დიდი იმედი გვაქვს, რომ ძალიან მოკლე დროში ჩვენ ერთობლივად გადავდგავთ სწრაფ და ეფექტურ ნაბიჯებს ჩვენი ბავშვების დასახმარებლად, რომ ეს დაავადება შევაჩეროთ, რათა ჩვენი ბავშვები არ აღმოჩნდნენ ხვალ და ზეგ, არ აღმოჩნდნენ უფრო
უარეს და უარეს მდგომარეობაში და მათი მდგომარეობა აი მედიკამენტებით, სხვა თერაპიებით, ჩარევით, სახელმწიფოს და სამედიცინო სექტორის ხელშეწყობით მათი მდგომარეობა გაუმჯობესდეს და ჩვენ ყველა შესაძლო საშუალებებით თავი გავართვათ ამ მძიმე დაავადებასთან ბრძოლას. დღევანდელი შეხვედრა იყო, არ ვიცი, წყალობა, იმხელა მადლით ვართ ახსავსე და იმდენად მაყოფილებ და ემოციებში ვართ, თითქოს ალბათ აი ამ მომენტში ეს გვჭირდებოდა ნამდვილად, აი დროული იყო ეს ყველაფერი და აი აქამდე რაც უკვე გადაღლილები და ემოციურად დაღლილები ვიყავით პარტნიორთან შეხვედრის შემდეგ, აი ისევ 100%-ით აღვიდგინეთ ენერგიები და მიხარია რომ უმოკლეს დროში შეგვპირდნენ რომ შეიქმნება სამუშაო გუნდი სპეციალისტებთან ერთად, საპატრიარქოსთან და ჩვენ მშობლებთან ერთად და დავსახავთ სამომავლო გეგმებს. აი ეს იყო ახლა ნათელი იმ ბნელში, რომელშიც აი 30 დღის განმავლობაში ვიმყოფებოდით და მინდა და გულით მჯერა რომ ყველაფერი ჩვენ შვილების სასიკეთოს წარიმართება. დღეს ჩვენ შევხვდით, მიგვიღო მისმა უწმინდესობამ, ჩვენო პატრიარქმა შიო მესამე, მოგვისმინა ძალიან თბილი შეხვედრა იყო ნამდვილად. მეუფეები ესწრებოდნენ, განვიხილეთ ყველა საკითხი, მიმდინარე საკითხი თუ რას ვითხოვთ ჩვენ, რა მოთხოვნები გვაქვს, რა მედიკამენტები არსებობს, რა პრობლემები არსებობს, ჩვენ გვესმის რომ უმარტივესად არ წყდება ესეთ საკითხები, გვაქვს იდეები, რომელიც საჭიროებს დამუშავებას, ბუნებრივია. ყველა იდეა რამოდენიმე იდეა წარმოიშვა, წინასწარ ძალიან ძნელია გადაჭრით და მტკიცებით ფორმატში საუბარი, მაგრამ ყველა საკითხი რაც ჩვენ აქამდე გვქონდა და რასაც ვაკეთებთ განცხადებას, ყველა საკითხი გავიარეთ აბსოლუტურად, ყველა საკითხი გამოითქვა მზაობა, რომ საპატრიარქო იმუშავებს ერთობლივად ჩვენთან და მაქსიმალურად იქნება ჩართული ამ პროცესში. დღეს შედგა ჩვენი კომუნიკაცია, მიგვიღო ჩვენმა უწმინდესმა, ძალიან კმაყოფილები ვართ მშობლები, მივიღეთ უდიდესი დალოცვა და რწმენა მივიღეთ, რწმენაში გავძლიერდით უფრო მეტად და დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი ჩვენი შვილების სასიკეთოდ წარიმართება. მადლობა უწმინდეს.